მინდა რომ ინტერნეტ სამყაროში შეგეჭრიდოთ და ძალიან ემოციური ინფორმაცია გაგიზიაროთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალმა სახელად აიშა ნიბესმა ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ვებგვერდზე 2 წლის წინ დაკარგული თავისი ძაღლი აღმოაჩინა. ნახეთ რა ემოციური კადრები. აი ეს კადრებს ვერ უძლებ ხოლმე. საქართველოშიც კი ბევრი ყოფილა მსგავსი პრეცედენტი და აი არ ვიცი მართლა გუგლის ამაჩუქებელია. აიშამ ძაღლი სახელად კოვო თავშესაფრიდან მაშინ აიყვანა, როცა ის სულ რაღაც 7 კვირის იყო, მაგრამ 2019 წელს მისი სახლის ხობეს სატვირთო მანქანა შეეჯახა. მქობე დაინგრა და კოვო სახლიდან გაიქცა. ის დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა საკუთარ 4-ფეხა მეგობარს. 2 წლის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ საკუთარი შვილებისთვის ახალი ძაღლი მოეყვანა და ადგილობრივი თავშესაფრის ვებგვერდის დათვალიერება დაიწყო. სწორედ მაშინ შეამჩნია კოვოს ფოტოც. როგორც გაირკვა კოვომ გაქცევიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცხოველთა დაცვის ადგილობრივმა ორგანიზაციამ იპოვა და რამდენიმე თვეში გააჩუქა. თუმცა ოჯახმა, რომელმაც ძაღლი აიყვანა, ის მალევე თავშესაფარში დააბრუნა, რადგან მათ გასახლება ემუქრებოდათ. 2 წლის შემდეგ აიშასა და კოვოს შეხვედრა ძალიან ემოციური აღმოჩნდა და ამას კარგად ხედავს ჩვენი ტელემაყურებელიც. ვინც ეძებდა ბედნიერება, ხო? კოვოს როგორი ქარტეხილები გამოუვლია. ემოციურიც. იქ რაღაც თავშესაფარი მე ვიღაცამ აიყვანა, მე იქაც პრობლემები ისევ დააბრუნეს და მაგრამ ალბათ იმიტომ დააბრუნეს, რომ ისევ საბოლოოდ თავის ერთგულ პატრონთან მომხდარიყო. კი ბატონო და ის რაღაცნაირად. როგორც ჩანს ასეა. ეხლა აინას გამოწვევებმა გაზრდილი დააბრუნა უკვე ემოციურად კოვო და ახლა უკვე თავის პატრონის ხელშია. სიყვარულში. განვაგრძოთ ინტერნეტ სიახლეები. კოვოსგან განსხვავებულიც უკვე უნდა გაგაცნოთ ახლა ძალიან თბილი და სახალისო ამბავი გაგიზიაროთ, რომელსაც CNN-ი ავრცელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ კენანსვილში 1 წლის მიუსაფარმა ძაღლმა სახელად სისუ ადგილობრივი მაღაზიიდან იასამნისფერი მარტორქის მოპარვა არც მეტი არც ნაკლები 5 ჯერ სცადა. როგორ მოსწონებია აქციის გამო სუპერმარკეტის მფლობელმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახური გამოიძახა. განაცხებაზე მისულმა ოფიცერმა კი ძაღლს სანატრელი სათამაშო უყიდა და თავშესაფარში მარტორქასთან ერთად გადაიყვანა. ამ ფოტოებს, რომელსაც ახლა ჩვენ ხედავთ, თავშესაფრის ვებგვერდზეც წააწყდებით. ამ ამბის ყველაზე კეთილი დასასრული კი ის არის, რომ სისუ იშვილეს და ახალ სახლში ის უკვე თავის საყვარელ სათამაშოსთან ერთად ცხოვრობს. ვაიმე რა საყვარელი ნახე. აი პატარა ბავშვები რო არიძინებენ ხოლმე თავიანთი ერთგული სათამაშოს გარეშე. როგორი ბედნიერია სათამაშო. ეს მაღაზიის პატრონი რანაირი ადამიანი ყოფილა. ხო რა.